საოლქო კომისიებმა ყველა საჩივარზე, რომელიც ჩვენ გვქონდა შეტანილი, როგორც ერთხმად გვითხრა უარი. არ დაკმაყოფილდა არც ერთი ჩვენი კანონიერი მოთხოვნა და მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ გახსნილიყო უბნები და მომხდარიყო ხმების გადათვლა. აღნიშნული ქმედება რეალურად ლეგიტიმურობას მისცემდა აღნიშნულ არჩევნებს. მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი ეგრეთ წოდებული დემოკრატიული და ევროპული საქართველოს თავისუფალი სასამართლოს ქმედებებისაგან. ჩვენ ხომ ისე დემოკრატიას ვაშენებთ, რომლითაც ევროპაც კი უნდა გავაკვირვოთ. ამ დაპირებას ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ასრულებს. ნამდვილად ისე დემოკრატიას ვაშენებთ, რომელიც ევროპელებისათვის ძალიან გასაოცარი და უცხო გახლავთ. საოლქო კომისიების მიერ დაუბალანსებელი და გაყალბებული ოქმების შედგენისათვის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს დააწერინეს სუსის კარნახით ახსნა განმარტებები. ძალიან საინტერესოა, რომ ყველა ახსნა განმარტებაში მითითებულია, რომ ოქმები ვერ დაბალანსდა, გადასწორებულია, ხარვეზულია იმის გამო, რომ კომისიის წევრები ან ოლქის ხელმძღვანელები დაიღალნენ, ჩაეძინათ, სიცხე ჰქონდათ, ან თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. სადნახეს ამდენი სუსტი ადამიანი ერთბაშად რომ ამ თანამდებობებზე დაენიშნათ, ეს ცალკე თემა გახლავთ. ხომ არაფერს გახსენებთ, მეგობრებო, ყველა ახსნა განმარტება ერთმანეთის მსგავსი, რომელიც გეგონებათ, რომ copy-paste-ით არის გადატანილი ერთი განცხადებიდან მეორეში. ხომ არაფერი გახსენდებათ იმათ, ვისაც გახსოვთ 26 მაისის შემდგომი მოვლენები, როდესაც ჩვენი პარტიის აქტივისტებს, სახალხო კრების აქტივისტებს და 26 მაისის მონაწილეებს აკავებდნენ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და ყველა პოლიციელის ახსნა განმარტებაში ასევე copy-paste-ით იყო გადატანილი განცხადება, რომ მათ გაუწიეს 26 მაისის მონაწილეებმა წინააღმდეგობა დაკავებისას და ყველა პოლიციელს რატომღაც მარჯვენა მხარეს ერთი და იგივე ადგილზე მეოთხე ღილთან ჰქონდა ჩამოხეული პერანგი. ზუსტად იგივე copy-paste-ით ხდება ეხლა უკვე კომისიის წევრების ახსნა განმარტებების გადატანა. რაც მთავარია, ამის შემდეგ ჩვენ მივმართეთ სასამართლოებს და არც ერთმა მოსამართლემ, თუმცა ზოგიერთ მათგანს ცოტა დაბნეულობა ეტყობოდა, არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და ყველა მათგანმა განაცხადა, რომ კი დარღვევა არის, დიახ, ოქმები დაუბალანსებელია, დიახ, ოქმები გადასწორებულია, მაგრამ მერე რა მოხდა? ხომ დაწერეს ახსნა განმარტება კომისიის წევრებმა, ხომ გამოეცხადა რამდენიმე მათგანს საყვედური. ეს საკმარისია იმისათვის, რომ გაყალბებული არჩევნები სამართლიან არჩევნებად იყოს აღიარებული. ასევე უნდა ვთქვა სამწუხაროდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქალბატონ თამარ ჟვანიასთან შეხვედრის დროს მე მივიღე მისგან ერთმნიშვნელოვანი დაპირება, რომ ის აუცილებლად დარღვევების შემთხვევაში უზრუნველყოფდა უბნების გახსნას და ბიულეტენების გადათვლის გადაწყვეტილების მიღებას, სრულიად ცალსახაა, რომ ეს დაპირება არ აღმოჩნდა საფუძვლიანი და არ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, გულწრფელი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ყველა საოლქოს წარმომადგენელმა მიიღო ერთმნიშვნელოვანი დავალება, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეჭირათ უბნების გადათვლისათვის მხარი. სრულიად ნათელი იყო, რომ ყველგან მიდიოდა ზარით კონკრეტული დავალება, რომ არავითარ შემთხვევაში უბნები არ გახსნილიყო. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საჩივარზე წერდა და რომელიც იძახის, რომ არჩევნები გაყალბებულია, რატომღაც არ ითხოვს უბნების გახსნას და არჩევნების შედეგების გადათვლას. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ერთმანეთთან შეთანხმებით მინიმუმ 200,000 ხმა გადაინაწილეს, აქედან ჩვენი ხმების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ რომ მოხდა ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ბიულეტენების დასტაში
და თუ გადათვლა მოხდება, აღმოჩნდება, რომ არც ნაციონალურ მოძრაობას მიუღია 27% და არც ქართულ ოცნებას 59%. მაგრამ აქ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იმ ადამიანების საყურადღებოდ ვამბობ, ვინც თავი დაიყრუა და დაიბრმავა და არაფრის გაგონება აღარ უნდა. შეხმატკბილებულად გაჩუმებულები არიან და არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა უბნების გაუქმებას ან უბნების გახსნას და ხელახლა გადათვლას არ ითხოვს. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ორივემ კარგად იცის. უბნების გადათვლის შემთხვევაში ბარიერს გადალახავს დემოკრატიული მოძრაობა, ხოლო მათ კი მინიმუმ 4% და 3% ჩამოაკლდებათ. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს პროცესებს ესწრებოდნენ ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლების წარმომადგენლები, რომლებიც გაოგნებული უყურებდნენ იმ პროცესებს, რაც მიდიოდა სასამართლოში. ასე რომ ბატონო ბიძინა, მე შეგპირდით და თქვენ მიიღებთ გამაოგნებელ დასკვნებს დღეს, ხვალ, ზეგ და მაზეგ. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, არის კითხვა, რომელსაც ქართული ოცნება ვერცემს პასუხს და ვერც გასცემს პასუხს. ვეკითხები ბიძინა ივანიშვილს. ვეკითხები იმ ადამიანებს, რომლებიც იძახიან, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. თუ ასია ბატონებო, რატომ არ გინდათ, რომ თქვენი სიმართლე ყველას დაუმტკიცოთ? რატომ არ გინდათ, რომ გახსნათ უბნები და მოხდეს გადათვლა? ასეთ შემთხვევაში ხომ აღმოჩნდება თუ თქვენ მართლები ხართ, რომ არჩევნები მართლაც სამართლიანია, მაგრამ არა, თქვენ იცით, რომ არჩევნები გააყალბეთ, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ჩვენ ხმები მოგპარა და თავის ჯიბეში გადაილაგა, სუსის ძალიან აქტიური და ძალიან ქმედითი ღონისძიებების შედეგად და მე ვპირდები ყველას. ამ არჩევნების შედეგები ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ბატონებო. ძალიან ძვირად დაგიჯდებათ და ძალიან სანანებელი გექნებათ ის, რომ მიიღეთ ასეთი სულელური სამართლიანობაზე და პატიოსნებაზე აღარ ვლაპარაკობ, როცა ბიძინა ივანიშვილი სუსი და ქართული ოცნება ერთ მხარეს და ნაციონალური მოძრაობა მეორე მხარეს. ძალიან სულელური გადაწყვეტილება მიიღეთ. ორი პარტიის პარლამენტში თუნდაც 6 კაცით არ შეშვება. ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. ოღონდ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ მე ნათლად ვხედავ, საით მიდის ქვეყანა. და ვინც ეხლა ძალიან ოცნებებშია და ძალიან გახარებულია იმით, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის, კარგად დაუკვირდეს იმ განცხადებებს, რომელსაც ეხლა მე ვაკეთებ. ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს, ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობის პოვნის არანაირი გარანტია, ქვეყანაში არჩევნები კარგავს აზრს, ასეთ შემთხვევაში ქვეყანას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა. ან ავტოკრატია, ან რევოლუცია. ერთიც ცუდია და მეორეც. ოღონდ ეს არჩევანი პირადად ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია და ამ არჩევანის წინაშე პირადად ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება. გამეხარდება თუ ვცდები, ოღონდ აქამდე არც ერთი ჩემი პროგნოზი არ გამტყუნებულა.